თავს. ტყუპები. ნუ ჰაერისტიკია ახლა ტყუპების სიყვარული, მოდი თქვათ არ გავიშვათ. რა ხა არ მინდა რა ვიცვაცხეინო, მაგრამ ტყუპები არის ზააზე და პირული სიყვარულში ძალიან უყვარს ფლირტი. გიждდება საკუთარ თავზე სიყვარულში და ეს ნარცისული ელემენტები აქვს და უნდა რომ სიყვარული გაიგოს ტვინით და სიყვარულის ადგილი არის გული. გულამდე არ ჩაყავს, ამიტომ მის სიყვარული არ არის ესეთი ჭეშმარიტებასთან დაახლოებით. ახლა ხვალ თავის მართლება რომ მე არ ვარ ტიპიური ტყუპი. ხო, ნუ მესმის, ეგ იქნება ეგ, მაგრამ ტიპიურ ტყუპზე ესეა. მოდი ახლა ესე, ამიტომ ახლა აქ სად ახლა ვენერა როგორ მართავს და სად მერკური როგორ მართავს. მერკური არის მართველი ტყუპების, ამიტომ მას უნდა ტვინით გაგება სიყვარულის და სიყვარულის ადგილი გულია. აქამდე თუ არ ჩაიყვანე, ვერ გაიგებ რა არის. ტყუპებს ეს უჭირთ. ეხლა ვისთან არის კარგი ურთიერთობა? რას ყველა თავის სტიქიასთან, ჰაერთან, ხო, მერწყულებთან, სასტორთან, უპრობლემოდ. კომუნიკაცია, გონება, מחვილობა, ეს მიდი მოვდივარ, ნათესავები, ახლობლები, მგზავრობა, ეს მათია. ერთობლივად გადასარევად გზნობენ თავს. არ ეწუხებენ თავს არანაირ ჯემების და მურაბების კეთებაზე და ეს სულ არ აგებენ, მე შენ გაახსენდება დანარა საერთოდ. და კიდე რა? პრობლემა ვისთან აქვს? აი მაგათ თევზებთან უჭირს ძალიან ტყუპებს, და თევზები ყველაფერს იღებს გულით, ეს კიდე იღებს ტვინით. ამიტომ დამოკიდებულება ერთ და იგივე პროცესისადმი აბსოლუტურად ანტაგონისტურია. და მეორე ნიშანი ვისთანაც პრობლემა აქვს, ეს არის ქალწული. რატომ? იმიტომ ქალწული მომთხოვნია. ქალწულს უყვარს ორგანიზებულობა, დისციპლინა, თქვი, გააკეთე, ეს კიდე გაორებულია. დილით რო ეთქვი, საღამოს სხვა რამე უნდა. ეხთი და სხვა რაღაცას აკეთებ და ქალწულს არ ესმის ეს რას ნიშნავს როგორ შეიძლება და იმისთვის ეს ჩვეულებრივი ხო თავს უსტრაფიას ვეჩქარება და ქალწულს უყვარს ფუნდამენტური მუშაობა ყველაფერი უნდა იყოს ასე ვთქვათ კარგად გაკეთებული ხო და ეს არა ეს მიაფუჭებს იმიტომ ვეჩქარება გაიქცევა ამიტომ ამათ შორის ანტაგონიზმია სერიოზული რაც შეეხება ახლა საწინააღმდეგო ნიშნავს შვილოსანი ამიტომ აქ ან იდეალური ურთიერთობა ან საომარი ორი ვარიანტი